ნიკოლა პაკის სანავიგაციო კომპანიის გემი სამეგრელო მენგრელი წყალში 1893 წლის 31 იანვარს ჩაეშვა. 98 მეტრის სიგრძისა და თითქმის 11 მეტრის სიგანის გემს შეეძლო 3000 ტონამდე ტვირთის გადატანა. პირველ კლასში 20 მგზავრის მიღება, მეორე კლასში 32 მგზავრის და ასევე ჰქონდა 32 საჰოსპიტლე ადგილი. 1888 წლის 6 მარტს ბათუმის პორტიდან ქერჩის მიმართულებით გასული სამეგრელო მეორე დღეს ძლიერ ღალვაში მოყვება და დაახლოებით 3 დღის მანძილზე კაპიტან ჟიბუანსა და მის ეკიპაჟს ქართან და ღალვასთან ბრძოლა უწევთ. გემი გადარჩება, თუმცა დაკარგავს შტურვალს. მიუხედავად ამისა, კაპიტანი ჟიბუანი მოახერხებს მის უსაფრთხოდ ჩაყვანას ფეოდოსიაში. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შავი ზღვის ხაზის მიმართულება უქმდება და მხოლოდ 1919 წელს აღდგება. ომის დროს სამეგრელო, ისევე როგორც კომპანიის სხვა რამდენიმე გემი, ჯარებისა და ცხენების გადასაყვანად გამოიყენება. სამეგრელოს პაკის კომპანიაში ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა. მან ერთგულად იმსახურა 40 წლის მანძილზე. 1923 წელს გემი იტალიას დემონტაჟისთვის მიხიდეს. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ღია ბარათს, აქ წერია: გიგზავნით კოცნას თქვენი ძმისშვილი, ანდიშვილი, გასტონი, 123 ესკადრონი, კასაბლანკა. ბარათს გასტონი 1921 წლის 27 აპრილს მისიე და მადამ კლემანებს უგზავნის საფრანგეთში.